სამკვირიანი მეცადინეობის შემდეგ შორენ ავასაძეს შეუძლია საკუთარი ბიოგრაფიული მონაცემები ინგლისურ ენაზე მოკლედ გადმოსცეს. პროფესიით ექიმს გადაწყვეტილი აქვს ინგლისური ენის დაუფლებით საკუთარი პროფილით უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს. ამის საშუალებას კი მას ინგლისური ენის შესწავლის უფასო კურსები ეხმარება, რომელსაც აჭარის მთავრობა აფინანსებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ვიცოდე უცხოენა, კერძოდ ინგლისური ენა მჭირდება მასალის მოძიებაში, სიახლეების გაცნობაში. ხელვაჩაურსა და ქობულეთში ინგლისური ენის გაკვეთილებს უფასოდ 265 მსმენელი ესწრება. მათ მეცადინეობები კვირაში ორჯერ 2 საათით უტარდებათ. მომზადება უცხოენის შესწავლის 4-ვე ასპექტს მოიცავს. წერის და კითხვის სწავლებას მოსასმენი და სასაუბრო სავარჯიშოები ენაცვლება. უცხოენის შესწავლის მსურველები ამბობენ, რომ მოლოდინმა გაამართლა. სწავლების ხარისხი და პედაგოგების მონდომება მათ იმედს აძლევს, რომ უცხოენაზე საუბარს მალე თავისუფლად შეძლებენ. მე თვითონ პარტნიორთან ერთად თურქეთში ვაწყობთ ფესტივალს ორგანიზებას უკეთებენ. ძალიან დიდი მინუსად მეწერა, როდესაც ვერ ვახერხებდი საუბარს და ამიტომ როცა გავიგე ეს პროგრამა აუცილებლად ჩავთვალე. რა თქმა უნდა, თქონდა და შეხება ინგლისურთან, მაგრამ თვითონ მეთოდი გადმოცემის ჩვენი პედაგოგისაც ბრინვალი არის. თითოეული მსმენელის ცოდნა პერიოდულად ტესტების მეშვეობით ფასდება. რამდენიმე გაკვეთილის ჩატარების შემდეგ ინგლისური ენის პედაგოგები ვარაუდობენ, რომ მსმენელების აქტიურობა მათ აკადემიურ მოსწრებაზეც სათანადოდ აისახება. პროგრამა ეფექტურია რამდენადაც ითვალისწინებს 4-ვე ასპექტს ინგლისური ენის სწავლებისას. ამან შედის კითხვა, მოსმენა, საუბარი და ასე შემდეგ. დისკებით ვართ ასეთვე ისე მომარაგებული, ამიტომ ჯგუფი მონდომებულია, დასავლური ადამიანები არიან შეკრებილი და ამ მხრივ მე მგონი ეს პროგრამა გაამართლებს. ინგლისური ენის შესწავლის პროგრამის განხორციელება ქობულეთსა და ხელვაჩაურში 2010 წელს დაიწყო და წელსაც გაგრძელდა. ენის სწავლების სამთვიან პროგრამაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს მიეცა. სამთვიანი კურსის გავლის შემდეგ წარმატებული მსმენელები სერტიფიკატს მიიღებენ. მეცადინეობებს ხელვაჩაურსა და ქობულეთში დღეს განათლების მინისტრი გაეცნო. ის მსმენელებსაც გაესაუბრა და მათი შთაბეჭდილებებიც მოისმინა. უცხოენების შესწავლა კიდევ უფრო მეტ პერსპექტივას აძლევს ადამიანს, რომ განავითაროს თავისი შესაძლებლობები და რა თქმა უნდა დასაქმების შანსიც ჰქონდეს მეტი ამ პროგრამის გავლის შემდეგ. უცხოენის სწავლების უფასო პროგრამა წელს აჭარის ყველა რაიონში ამოქმედა. აჭარის განათლების ფონდი, რომელიც პროგრამას უშუალოდ ხელმძღვანელობს, საქმიანობის გაფართოებას გეგმავს. განათლების სამინისტროს ინიციატივით მალე ბათუმში გერმანულის, თურქულის და ჩინურის შემსწავლელი უფასო კურსები გაიხსნება.